ლიტანიობა გურჯაანში. გურჯაანისა და ველისიხის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრიდან ქალაქ გურჯაანის მიმართულებით ლოცვითა და გალობით საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მრევლმა სტიქაროსნებმა და მღვდელმსახურმა მამავაჟა სონღულაშვილმა ღვთისმშობლის მსწრაფ შემსმენელად წოდებული ხატის წინამძღოლობით ხალხს ღვთისმშობლის მიძინების დღე ახარეს. გურჯაანში აზარტული თამაშების ოფისის წინ გადაიხადეს ღვთისმშობლის პარაკლისი ნარკომანიისა და აზარტული თამაშებისგან ახალგაზრდობის დასაცავად. ტრადიციულად მეორე წელიერაც მსვლელობა გაიმართა. ჩვენ საქართველოს ქართველიერი ვართ წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ჩვენ უკვე მეორე წელიწადია მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხაზს ესე წირვის შემდეგ ლიტანიობით მოვაბრძანებთ გურჯაანში. ამით ჩვენ არის დიდი სასწაულობა, კრძალვა, სიყვარული, პატივისცემა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ განსაკუთრებულად ვევედრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართველიერის კეთილდღეობას, სულიერ გადარჩენას, ფიზიკურ გადარჩენას, წელს განსაკუთრებული ის ჰქონდა, ესე ვთქვათ, მისია, რომ ჩვენ გავჩერდით ეგრეთ წოდებულ კაზინო ვეგასთან, ჩვენ პარაკლიზი შევასრულეთ მოთამაშეებისთვის და აზარტულ დამოკიდებულებისთვის ჩვენ შევთხოვეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მისცეთ ძალა, რომ გამოვიდნენ ამ დიდი მტკივნეული სენისაგან, რამე თუ არა თუ მარტო ის ადამიანი, რამე ოჯახი, ძალიან ბევრი ოჯახი ზიანდება აზარტული თამაშებით და ნარკოტიკებით. ასე რომ ჩვენ შევთხოვთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჯანსაღი, ფრთელი და მართლმადიდებლური სარწმუნოებით ახალგაზრდები და მომავალი თაობა ყავდეს საქართველოს. ილოცავთ დღევანდელ დღეს მრავლას და ეს წარით. დღეს ჩვენ შევასრულეთ წირვა და წირვის შემდეგ შევასრულეთ მსვლელობა. მთელ გურჯაანს მიულოცეთ მარიამობა, ვინც მუშაობდა და ვერ მოდიოდა ტაძარში, ჩვენ მოვედით მათთან და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და საქართველოს ფარადეს ღვთისმშობლის მადლი და კალთა.